აი ესეთი პატარა ხოხი იყო, როდესაც თავიდან ვიყიდე. მაგრამ იმდენად ლამაზ გარემოში იყო, ანუ წინ მინდორი, უკან ტყე ესაზღვრებოდა, რომ მივხვდი, რომ რაღაც საოცრება იქნებოდა და აი ეს აივანი ეხლა რომელსაც ხედავთ, მაშინ რა თქმა უნდა არ ქონდა. აი წინასწარ დავინახე. წინასწარ შევხედე და წარმოვიდგინე, რომ აი ესეთი ლამაზი იქნებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ პატარა ხოხით, რომ აი ყველა ახლო მეგობარი მოვიყვანი და ვაჩვენე, რომ აი ესეთი საოცარი რაღაც შევიძინე და ესენი გაოცებული მიყურებდნენ რაღაცა ხოხი, ჩამონგრეული კედლები. ანუ მოხდა გაუგებრობა, რომ მე უკვე წარმოდგენით, ანუ წინასწარ 3D აზროვნება მაქვს რა და წინასწარ დავინახე ჩრდილებში, ზამთარში, კარში, შემოდგომაზე ეს ადგილი რა ლამაზია. უკვე რომ აინებს მივაშენებ რაღაცა და ესენი კიდე უყურებენ ამ ჩამოხავებულ რაღაცას და გაოცებული არიან რატომ მიხარია. ყველას წარმოედგინა რომ მე ხა ამ ხალხს ამ დიდარი მგონი ვარ და ყველას წარმოუდგენია რომ ესე იგი მე რაღაცა ვილას ვიყიდითი, იმიტომ რომ ეს მიდრეკილება მაქვს რაღაცა სასახლეებისკენ, დედოფლური ოთახებისკენ და უცებ პატარა ხოხით ვარ აჟიტირებული. სინამდვილეში რა მოხდა? მე აი მართლა წინასწარ დავინახე უკვე გაკეთებული ეს სახლი, დავინახე ამ უკან ტყეში როგორ დიდ ლამაზ ვერანდას მივაშენებდი, კარგად დავხურავდი, რომ ტყეში მეგრძნო თავი. სამწვადე მასაც რა ქვია რაღაცა ბუხარსაც გარეთ გავაკეთებდი, სამზარეულოსაც. მოკლედ წინა მინდორს გამოვიყენებდი იმისთვის, რომ ბასეინი გამეკეთებინა, მაგრამ ეს ბასეინიც რაღაცა ბუნებრივი და ეგზოტიკური უნდა ყოფილიყო, როგორც აქაური გარემო არის, ამიტომ კლდის ეფექტზე გავაკეთე და ეს ცალკე ისტორიაა, როგორც ჩემი თვითმპრარაბე და გავაკეთე. ხო და აი ესეთ დიდი ენთუზიაზმით დავიწყე ამ ხოხის მორთვა მოკაზმა. მეუბნებოდნენ, რომ დაანგრიო, მაგრამ მე მშენებლობა ასეთ ვისი კარგად მესმის მამა ინჟინერი მყავდა, მამა მთილის და მოკლედ შევამოწმე სარტყელი კარგი აქვს, ამ სახლს ქამარი კარგი აქვს, პადვალში ჩავედი, საძიკველი ნორმალური ჩანს, მაღლა ავედი, კოჭები ნორმალური, არაფერი დამპალი არა, დაჟე ეს სახლის სახურავში ხის გამოცვლაც კი არ დამჭირდა, იმდენად საღი მასალა იყო და მხოლოდ ჟესტი შევცვალე რა და შესაბამისად არ დავშალე, არც ერთი კედელიც არ მომიმატებია ამ ხოხისთვის. მარტო აინები მომატე წინ და უკან, რომ უბრალოდ რაღაც ვიდზე ყოფილიყო, წინ იყო დახურული კედელი, ფანჯარა არ ქონდა და მე მივხვდი რატომაც, რომ სამხრეთის მხარია და ანუ მთელი ზაფხული სიგრილე რო ყოფილიყო ოთახში და რომ არ შემოსულიყო სითბო და მზის სხივები, იმიტომ ქონდა სამხრეთის მხარეს დახურული კედელი. მეც ეგრევე ესე დავტოვე, მე რაღაც ბესეთკა მივაშენე, რომ წინა მხარე გალამაზებულიყო და მოკლედ აი ესეთი რაღაცა პატარა ძალიან კომფორტული ხოხი მოეწყო. როგორც გითხარით, აუზის მხრიდან ავაშენე ხელოვნური კლდე, რომლის ინსპირაციას სხვათა შორის ჩემმა გარდაცვლილმა მეგობარმა გია ხარჩილავამ მომცა. ეს იყო უნიჭიერესი მოვლენა ადამიანი, რომელსაც წლების წინ ჯერ კიდევ, როდესაც ესეთი ეფექტით მუშაობა საქართველოში არ იყო, მას ჰქონდა გაკეთებული მზიას და ზეзвას გამოქვაბული წალერჯიხაში, ზუსტად აი ასე მასალის და აი ამი და მეც აი წლების მერე იმ მუზაზე და იმ ინსპირაციაზე აი ესეთი გამოქვაბულივით ის გავაკეთე, რა ქვია, ჩანჩქერის გადმოსასვლელი ადგილი აუზთან. ძალიან მაგარი ხელოსანი შემხვდა. მეც ძალიან ბევრი ვიპრარაბე და აი ნახეთ როგორ ნამდვილი ხის კლდის ეფექტი აქვს. აი ლოლოებიც კი გავაკეთეთ, აი აქ თითქოს ჩამოღვენთილი. ხო და აი რაღაცნაირად პატარა სამოთხესავით მოეწყო. მყავს ძალიან ბევრი უპატრონო ცხოველი შეფარებული. არ ვიცი, 3-4 ჩემი და კიდე 16-17 უბნის. ძალიან შეხმატკბილებული არიან ერთმანეთთან და ერთმანეთზე ზრუნავენ. ზამთარში პადვალში გათბობას ვუტოებ ცხოველებს და იგიძინებენ სპეციალურად მოტანილ მატრასებზე და საბნებზე. ჩემი შვილები ხშირად არ ამოდიან, მაგრამ მეგობრები მაგითხავენ, პოეტები, მწერლები, მეცნიერები, ლამაზ საღამოებს ვაწყობთ, მამაოც ძალიან ხშირად გვესტუმრება ხოლმე და ამდენი ნიჭიერი ადამიანი და ასეთი ლამაზი გარემო საოცრად ერწყმის ხოლმე ერთმანეთს. როგორ მოგწონთ? ხო განახეთ როგორი პატარა ხოხი იყო აი ამ ტყის მოგზაურობად და ხასიათი მაშინ ძალიან
ვიტაცა ჩვენ მივწერთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ჩვენ ასაზრდა არა მის ჩვენ როდესაც არამედ ჩვენი ფუთებენ. აბა ქარბატონო ლია როგორ ხანწყობს ვიღებ და შეგიძლიათ ყველა ჩაეხუტოთ ერთმანეთს. ისე არ შეჯობია ხო მე მგონი. ნაჯახი არა გვაქვს სამე ოჯახში? რა მან შემიხედეთ.
ერთ-ერთი. ხავს და ხავს. მე ვიდეოებს ვიღებ და რავი. ემზადება შორენა საკუთაოდ. ობისას ქუჩაში როცა აღარ გესმიან ბიჭები გუნდას. შენი დროშა მიყავი ოფისსა უკვე წარსულად ჩათვალო უნდა.